კომპანია მეტამ რამდენიმე მომხმარებელ სოციალურ ქსელში გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მალე შეეზღუდებათ სოციალურ ქსელში ბმულების გაზიარების საშუალება, თუ ისინი არ შეიძენენ კომპანია მეტას ვერიფიკაციის Meta Verify-ის სისტემას. მოგეხსენებათ, Meta Verify ეს არის პროგრამა, გამოწერა, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს ჰქონდეს სპეციალური ლურჯი ნიშანი. მისი ფასი დაახლოებით არის $14, თუმცა ის იცვლება რეგიონების მიხედვით. ერთ-ერთი ასეთი შეტყობინება მიუვიდა სოციალური მედიის ექსპერტს მეტ ნავარას, რომელმაც გააზიარა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში. კომპანია მეტამ მას ასეთი შეტყობინება გაუგზავნა 16 დეკემბრიდან Facebook-ის გარკვეული ანგარიშები მეტას ვერიფიკაციის გარეშე, მათ შორის თქვენი, შეიზღუდება თვეში 2 ბმულის გაზიარებამდე. გამოიწერეთ Meta Verify, რათა გააზიაროთ მეტი ბმული Facebook-ზე, ასევე მიიღოთ დამადასტურებელი ნიშანი და დამატებითი შეღავათები თქვენი ბრენდის დასაცავად. ასეთი ინფორმაცია მიაწოდეს სოციალური მედიის ექსპერტს. ასევე კომპანია Meta განმარტავს, რომ ამ სატესტო რეჟიმში, ეს ჯერჯერობით არ არის სრულყოფილად ჩატარებული ექსპერიმენტი, ამ სატესტო რეჟიმში ჯერჯერობით არავერიფიცირებული ანგარიშებზე იმოქმედებს ეს და თანაც არა ყველა მომხმარებელზე, არამედ როგორც კომპანია Meta-ში განმარტავენ, პროფესიონალური რეჟიმის მქონე მომხმარებლებსა და გვერდებს შეეხებათ ეს ტესტი, რომელსაც ამჟამად ატარებს კომპანია. Meta-ს რაც შეეხება საინფორმაციო ორგანიზაციებს, Meta-ში განმარტავენ, რომ ეს მათ არ შეეხება, თუმცა სოციალური მედიის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ირიბად შეიძლება მაინც მოხდეს გავლენის ქვეშ, რადგან სხვა მომხმარებლებს შეექმნათ პრობლემები ბმულის გაზიარების იმ კონტენტისა, რომელსაც სხვადასხვა მედია ორგანიზაცია ავრცელებს. სოციალური მედიის ექსპერტის მეტ ნავარას შეფასებით ეს ამ ტესტირებით ჩანს, რომ კომპანია Meta სულ უფრო მეტად ცდილობს სხვადასხვა ასპექტის მონეტიზირებას, რაც შეიძლება უფრო მეტად. არ არსებობს კონკრეტული მონაცემი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი Meta Verified, ანუ ვერიფიცირებული ანგარიში არსებობს Facebook-ზე. თუმცა ექსპერტები ეყრდნობიან კომპანია Meta-ს უახლეს ფინანსურ ანგარიშს, სადაც განყოფილებაში, სადაც აღნიშნული არის სხვა ნაჩვენები არის ცვლილება სერიოზული შემოსავლის 2023 წლისგან განსხვავებით გაზრდილი არის შემოსავალი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის სავარაუდოდ Meta Verify-ის შემოსავალი და ამით ჩანს, რომ სულ უფრო მეტი ბიზნესი და მომხმარებელი არის მზად, რომ გადაიხადოს ვერიფიცირებული ანგარიშების მისაღებად და ამის ფონზე ისინი იღებენ არა მხოლოდ სპეციალურ ლურჯ ნიშანს, არამედ ასევე ვერიფიცირებული ანგარიშები ზრდის უსაფრთხოებას მომხმარებლის კიბერთავდასხმებისგან.